ეს ბიჭი არის კამერუნიდან, გავს ბერძნულ ღმერთს, ოქტაგონში კი ჩხუბობს ნამდვილი მტაცებელივით. კამერუნი უსასტიკესი ქვეყანაა, სადაც ადამიანები მუდმივ ბრძოლაში არიან გადარჩენისთვის და სწორედ ასეთ პირობებში მილიონში ერთი ადამიანი ხდება ნამდვილი ლეგენდა. ამ მხარემ ერთ დროს მსოფლიოს აჩუქა მძიმე წონის რისხო ფრენსის ნგანუ, კაცი, რომელიც უკიდურესი სიღარიბიდან მწვერვალზე ავიდა. ეხლა კი გამოჩნდა ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ატება გოტიე, რომელმაც თავის გზაზე გადაუარა ყველას. დღეს ჩვენ გავიცნობთ აფრიკელ მტაცებელს, ნახავთ მის სასტიკ ნოკაუტებს და გავიგებთ თუ როგორ მოხდა ის პლანეტის უმაღლეს ლიგაში. დიახ, ჩვენ ვისაუბრებთ ამ მომავალ ვარსკვლავზე, რომლის ფსევდონიმიც არის შტორმი. ის UFC-ში 2024 წელს მოხვდა და თავის გზაზე გადათელა სუყველა 84 კილოგრამში. ატება გოტიეს ფრენსის ნგანუს ადარებენ და სუყველა საუბრობს იმაზე, რომ ის მომავალი ჩემპიონია. სანამ გაგაცნობთ ამ მებრძოლს, შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის სპონსორია ბურგერ Paradise-ი, საქართველოში ყველაზე გემრიელი ბურგერი, რომელსაც დღესდღეობით აქვს 35%-იანი ფასდაკლება და იჩქარეთ. მოიწერებთ. ეხლა კი ვიწყებთ. გაიცანით კამერუნელი მტაცებელი ატება გოტიე. ატება გოტიე დაიბადა 2002 წლის 10 აპრილს კამერუნის უღარიბეს პატარა სოფელში. ის მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა მამის გარეშე. გოტიეს 6 დედმამიშვილი ყავს, რომლებსაც ადრეული ასაკიდან ბები აზრდიდა. სპორტსმენის დედა თავის შვილებს თითქმის ვერ ხედავდა, რადგან დგებოდა დილის 5 საათზე და მიდიოდა კარიერზე სამუშაოდ. დედა დასვენების გარეშე მუშაობდა დილიდან ღამემდე, იმისათვის რომ შვილებს საჭმელი ქონოდათ. მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა, დედის მიზანი იყო მხოლოდ ერთი: მას შვილებისთვის უნდა მიეცა სათანადო განათლება. ატება ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო, ამიტომ დედა მთელ იმედებს მასზე ამყარებდა. ის მუდმივად სთხოვდა შვილს კარგად ესწავლა, რადგან წამდა, რომ გოტიე გონებითა და ცოდნით შეძლებდა ოჯახის ამჭაობიდან ამოყვანას. სანამ დედა მუშაობდა, ბავშვები დროს ბებიასთან ატარებდნენ, ის კი ატებას სპორტულ მისწრაფებებს ყოველთვის ამხნევებდა. მოხუცს მოსწონდა, რომ ბიჭი ფიზიკურად ძლიერი და აქტიური იზრდებოდა. ატებას იმდენად უყვარდა ბებია და დედა, რომ ცდილობდა კარგად ესწავლა და თავდაუზოგავად ვარჯიშობდა. თუმცა სკოლაში ის ნამდვილი მიამბოხე იყო. კამერუნის სკოლებში არსებული მკაცრი და დაუნდობელი გარემო მას მუდმივ ჩხუბს აიძულებდა. გოტიე ჩხუბობდა ყველგან და ყველასთან, ხან საკუთარი სახელის დასაცავად, ხან კი უბრალოდ სიამოვნებისთვის. ერთ-ერთ ესეთ დაპირისპირებაში ატებემ მძიმედ დაჭრეს კიდეც, მაგრამ გადარჩენა შეძლო და ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია. დედისადმი უდიდესი პატივისცემის გამო ატებამ სკოლის შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და ფიზიკოსის დიპლომი აიღო. თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამ პროფესიით ოჯახს შიმშილისგან ვერ იხსნიდა და მაშინ დაიწყო სამბოზე სიარული, რომელიც კამერუნში ძალიან პოპულარულია. გოტიეს თავიდანვე უნდოდა MMA-ში ჩხუბი. სამბო კი იმიტომ აირჩია, რომ ეს სპორტის სახეობა საბაზისო იყო ისეთი მებრძოლებისთვის, როგორიც იყო ფიოდორ ემელიანენკო, ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ისლამ მახაჩევი. ჩვენი გადაცემის გმირმა ძალიან კარგად გამოავლინა თავი ამ სპორტის სახეობაში, გაიმარჯვა უამრავ ტურნირში და მომავალში აფრიკის ჩემპიონატის პრიზიორის გახდება. თუმცა ეჩქარებოდა MMA-ში გამოსვლა და ამიტომ 21 წლის ასაკში აფრიკის პრომოუშენში გამოცდილების გარეშე გავიდა. გოტიემ თავის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა მსაჯების გადაწყვეტილებით. 2022 წლის 23 ივნის ატება ინგლისში ჩავიდა, სადაც შეხვდა გამოცდილ გლენ უილიამს. ეს მებრძოლი კამერუნელზე 18 წლით უფროსი იყო, მაგრამ ახალგაზრდა სპორტსმენს ეს ამბავი ნამდვილად არ ანაღლებდა, რადგან ის იბრძოდა ოჯახის კეთილდღეობისთვის და მზად იყო ამ მიზნისთვის გაეგლიჯა ნებისმიერი. იმის მიუხედავად, რომ გამოუცდელობის გამო კამერუნელი ამ შეხვედრაში მალევე დაიღალა, 3 რაუნდიდან 2-ში მან უპირობოდ გაიმარჯვა. ეს აშკარა იყო, მაგრამ იმის გამო, რომ გოტიე ყველასათვის უცნობი იყო, მსაჯებმა თავის ქვეყნის სპორტსმენს მიუსაჯეს გამარჯვება გაყოფილი გადაწყვეტილებით და აი სწორედ ამ დღიდან ატებამ თავის თავს სიტყვა მისცა, რომ აღარასდროს მიიყვანდა საქმეს მსაჯებამდე და დაიწყო თავისი მეტოქეების გათიშვა. გოტიემ თავისი მომდევნო ოპონენტის ზუსტად 7 დღეში გაანადგურა ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში. შემდეგი მსხვერპლი იყო სერბი ვუკ ლეკისი. გოტიემ ის პირველივე რაუნდში ისე სასტიკად გათიშა ფეხით, რომ სანერვიულო გახდა ეს ფინიში, რადგან ექიმები კაი ხანი ვერ აფხიზლებდნენ სერბს.
ვერც კარლოს ანტონიო დე სოუზამ ვერ გაუძლო პირველ რაუნდს, ატებამე სპორტსმენიც ბრუტალურად დააფინიშა. და ესეთი 4 ნოკაუტიანი სერიით გოტიე მოხვდა დანა უაით კონტენდერ სერიაში. 22 წლის კამერუნელის ოცნება ახდა, მას UFC-ის კონტრაქტამდე ერთი ნაბიჯი აკლდა. ამ დღეზე ატება ხშირად ბებიასთან ერთად ოცნებობდა, თუმცა ბრძოლამდე რამოდენიმე თვით ადრე ბებია მისი გარდაიცვალა. დედას კი ონკოლოგია გამოუვლინეს, რომელიც საჭიროებდა სასწრაფო ექიმების ჩარევას. გოტიე 2024 წლის 18 სექტემბერს საპრეტენდენტო სერიაზე შევიდა ფსიქოლოგიურად განადგურებული, მაგრამ ამავდროულად ორჯერ მოტივირებული. იცოდა რომ ეს ბრძოლა მხოლოდ კონტრაქტი არ იყო, ეს იყო დედის მკურნალობის შანსი, ახალი სახლი და მისი ოჯახის უზრუნველყოფილი მომავალი. გოტიე ოქტაგონიდან ცოცხალი არ გამოვიდოდა, რადგან ამ შეხვედრით მთელი მისი ოჯახის ბედი წყდებოდა. ატებას მეტოქე იყო დაუმარცხებელი იაპონელი მებრძოლი იურა ნაიტო. ეს სპორტსმენი იყო პრესტიჟული პანკრეისის პრომოუშენის ჩემპიონი, რომელიც აფინიშებდა თავის მეტოქეებს როგორც ნოკაუტებით, ასევე საბმიშენებით და მოდიოდა დაუმარცხებლად 6 გამარჯვებიანი სერიით. შიერ კამერუნელ 2 რაუნდში გაანადგურა თავისი მეტოქე, მოიპოვა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება, მან ყველა ბრძოლა ნოკაუტებით მოიგო და რა თქმა უნდა დანა უაითმა კამერუნელ შტორმს კონტრაქტი მისცა. Let's go! That's it! Coaching from Coach Bisping! That's how you do it at Eva Gutierrez. Right hand there, left hook gets through, sits him down. Atiba Gutierrez! გოტიე სულ რაღაც 22 წლის არის, ეს ბიჭი ძალიან ძლიერი და ნიჭიერია. ამ სპორტში დიდი მომავალი გელოდება. შემოგვიერთდი. იმ მომენტში კარგად ვერ ვაცნობიერებდი რომ UFC-ში მოხვდი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემი საყვარელი ადამიანების სიხარული. პირველი რაც გავაკეთე და ურეკე დედას. ყოველი ჩემი ჩხუბის მერე ურეკავ დედას, რადგან ის ძალიან ნერვიულობს, ეშინია ვინმე რამე არ მატკინოს. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო დღე, ადამიანი რომელიც მიყვარს ბედნიერია და ჩემით ამაყობს. ეს მომენტი ჩემთვის ყველაფერზე მეც ნიშნავს. გოტიემ კონტრაქტი ხელმოსაწელად ჩაიტანა თავის სოფელში. გარშემო ყველა ამაყობდა ახალგაზრდა სპორტსმენით. ის კი განიცდიდა იმის გამო, რომ ბებია მისი ვერ მოესწრო ამ დღეს. ეს იყო ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო დღე, ადამიანი რომელიც მიყვარს ბედნიერია და ჩემით ამაყობს. ეს მომენტი ჩემთვის ყველაფერზე მეც ნიშნავს. ეს ჩემთვის რთულია. დედა ჩემი დილის 5 საათზე იღვიძებდა. ის თავდაუზო გავაჩრომობდა საღამოს 8-მდე, 11-მდე. ბებია კი ყოველთვის იყო სახლში და ჩვენ გვივლიდა. ეს ადგილი, აქ გავიზარდე. ოჯახში ყველაზე უმცროსი ვიყავი, ამიტომ ყველაზე მეტ დროს ბებიასთან მე ვატარებდი. და ეხლა, როცა UFC-ში მოხვდი, ბებია ჩემი, ის აღარ არის. გოტიემ თავისი სადებიუტო ბრძოლა UFC-ში 2025 წლის 30 მარტს გამართა ჟოზე დენიელ მედინასთან. ამ სპორტსმენის რეკორდი პროფესიონალებში იყო 11 გამარჯვება და 4 მარცხი. ატება გოტიეს 3 წუთნახევარი დასჭირდა იმისათვის, რომ გაენადგურებინა თავისი მეტოქე. მან მედინა ბრუტალურად მუხლით გათიშა და მოიპოვა თავისი ზედიზედ მე-6 გამარჯვება ნოკაუტით. გამარჯვების შემდეგ გოტიემ ბონუსი მიიღო და ეგრევე კამერუნში ჩავიდა და დაიწყო სახლის შენება ოჯახისთვის. როგორც იქნა, გოტიემ ამოიყვანა თავისი ოჯახი ჭაობიდან. ის სულ უფრო ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ის სოფლისთვის ძალიან ბევრ რაღაცას გააკეთებს, რადგან უნდა რომ მომავალ თაობას ჰქონდეს საშუალება მიიღოს განათლება და განვითარდეს. 4 თვეში გოტიეს შვედი რობერტ ვალენტინი დაუპირისპირდა. კამერუნელმა 70 წამში ქარიშხალივით გადაურბინა ამ სპორტსმენს, გაიმარჯვა ტექნიკური ნოკაუტით და გაიფორმა მორიგი ბონუსი.
2025 წლის 5 ოქტომბერს შტორმში მოყვა ამერიკელი ტრესტონ ვაინსი, რომელიც მოდიოდა პროფესიონალებში რეკორდით 10 გამარჯვება და 3 მარცხი. კამერუნელმა ამ სპორტსმენსაც გადაუარა და წუთნახევარში მოიპოვა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. – 2026 წლის 25 იანვარს გოტიე დაუპირისპირდა ანდრეი პულიაევს. რუსი 28 წლის სტრაიკერია ის UFC-ში დანა White Contender სერიიდან მოხვდა, ორგანიზაციაში 2 შეხვედრა ჩაატარა, ერთში გაიმარჯვა, მეორეში დამარცხდა. ბრძოლის მომენტისათვის რუსის პროფესიონალური რეკორდი იყო 9 გამარჯვება და 3 მარცხი. რაც შეეხება ამ სპორტსმენების დაპირისპირებას, კამერუნელ ქარიშხალმა პირველივე წამებზე მოცელა თავისი ოპონენტი უძლიერესი დარტყმით, თუმცა მიწაზე ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. პირველ რაუნდში გოტიე უპირობოდ ლიდერობდა. ყველას ეგონა, რომ რუსი ამ ბრძოლის მონაკვეთს ბოლომდე ვერ მიიყვანდა, თუმცა არა, პირველ რაუნდს პულიაევი გადაურჩა და მეტიც. რამოდენიმეჯერ კონტრზეც აქტიურა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს არ იყო საკმარისი. მეორე რაუნდში ყველაფერი განმეორდა, გოტიე იყო უკეთესი, რამოდენიმეჯერ კინაღამ დააფინიშა რუსი, მაგრამ პულიაევმა გაუძლო შტორმს და შეხვედრა გაგრძელდა მესამე რაუნდში. სადაც თითქოს სპორტსმენები ცოტა შენელდნენ, თუმცა კამერუნელი მაინც შედარებით ეფექტურად გამოიყურებოდა და როგორც შედეგი ატება გოტიემ კვლავ გაიმარჯვა, ოღონდ ამჯერად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. ეხლა კი თქვენ ყველაფერი იცით ატება გოტიეზე და დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, ის მეორე ფრენსის მგანოა, გახდება თუ არა ეს მებრძოლი ჩემპიონი. მე კიდევ ამით დავასრულე, მომავალ შეხვედრამდე.